3-2-1-0 თქვენ მისტიკოლის სავსე ხართ და დღეს ჩვენ გვაქვს გასაოცარი ტანვარჯიშის გამოწვევა. მიესალმეთ ჩვენ წამყვანს. გამარჯობა ყველას. აბა ბავშვებო, დღეს ჩვენ გვაქვს არაჩვეულებრივი ტანვარჯიშის გამოწვევა ჩვენი გამომწერებისთვის. იმედი მაქვს, რომ ყველას ძალიან მოგეწონებათ. მე ავარჩიე 5 ილეთი თქვენთვის. თქვენ მოგიწევთ ტანვარჯიშის 5 ნივთის გამოყენება ილეთების შესრულების დროს. ეს ძალიან საინტერესო იქნება. სად ხართ ამის გასაკეთებლად? დიახ! გამოწვევის ბოლოს გვეყოლება გამარჯვებული და რა თქმა უნდა თითოეულ ტურში გვეყოლება დამარცხებული ყველაზე სასტიკი სასჯელებით. ძალიან უმკაცრესი სასჯელებით. და ვინ შეგვაფასებს თუ ჩვენ აქ წვნელი არ გვყავს? შეფასებებს ფარულად ერთმანეთის გარეშე ცალკე დაწერთ. ცალკე გახვალთ კამერასთან და ისე დაწერთ. ისე რომ არც ერთმა თქვენგან მაარიცოდეს ვინ და რა შეფასება დაწერა. და მე უბრალოდ გამოვაცხადებ გამარჯვებულს და დამარცხებულს ყველა ტურში. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ შეგვიძლია ვინმესთან ერთად გავერთიანდეთ, მაგრამ გახსოვს, რომ ჩვენ მეგობრები ვართ. ულახtildeოდ უნდა შევაფასოთ, თორემ ვიდეოს გადაღებას აზრი არ ექნება. უსამართლო იქნება. გეთანხმები? აბა მზად ხართ? კი! ასე რომ პირველი ილეთი. ნება მომეცით გაჩვენოთ. ვა, რა არის? ძალიან რთულია. და ისმას ფეხებით ატრიალებს. როგორ? ღმერთო ჩემო. ასე რომ მზად ხართ სადოთ? კი! მოდით გავაკეთოთ. ბავშვებო, ჩვენ უნდა გავარკვიოთ, ვინ გააკეთებს ილეთს პირველი. მოდით ეს ჯეირანით გადავწყვიტოთ. ჯეირანი. Yes, მე ბოლო ვარ. ჯეირანი. ნიკოლი პირველია. ჯეირანი. მეორე. ჯეირანი. კარგი, მე მესამე ვარ. კარგი ნიკოლ, მე შენ ბოლომდე გაგამხნევებ. ჩვენ ყველანი ვიქნებით ჩვენსკენ. მიდი, როგორც იქნებ წვნელი არ არის და შეფასებები უფრო ობიექტური იქნება. იმიტომ რომ სკოლაში ყოველთვის ირჩევენ ხოლმე ფავორიტებს. კარგი, მე მზად ვარ ამის გასაკეთებლად. სნეჟა, ახლა შენი ჯერია. დაიწყე. კარგი. ძირითადად გასაგებია, ვინ არის აქ ფავორიტი და ვინ დამარცხებული. ამ კრევეტებს შორის მე ვარ ჩემპიონი. ახლა ჩვენ ვხედავთ, ვინ არის ნამდვილი კრევეტი. ჟენია. ხვდები ვინ მიჭერს მხარს რეალურად, ამიტომ არ ვაპირებ მისი იმედების გაცრუებას. მოდით წავიდეთ. გადაადგილე. ინა. ყველაზე ცუდი რამე ტანვარჯიშის დროს არის დაწყება. twin-ი წინააღმდეგობას გიწევს, მას არ უნდა ასეთი მოძრაობების გაკეთება, მაგრამ მე მაინც უნდა ვცადო. ყოჩა. კინაღამ გამოგივიდა. ბოგდან, ბოდია. როგორც ისინი მიჭერენ მხარს, თქვენს დამიჭირეთ მხარი. მოიწონეთ ვიდეო და გამოიწერეთ. დაწერეთ კომენტარებში, რომ ეს არის წლის საუკეთესო ჩალენჯი. კარგი ბავშვებო, წავიდეთ საიდუმლო შეფასებების გასაკეთებლად. ასე რომ ყველაზე ცუდ შეფასებას მე ვუწერ ჟენიას. ეს იქნება კარგი, ორიანი. ნახევარი სამუშაო შეასრულა, მაგრამ არც ისე ლამაზი იყო. შემდეგ შეფასებას სნეჟას დავუწერ, მე მას 3-ს ვუწერ და ყველაზე მაღალ გულას ბოგდანს ვაძლევ 4-ს. კარგი, წასვლის დროა. ასე რომ ჩემი შეფასებები: ნიკოლს 5-ს ვუწერ, ბოგდანს 5-ს. კარგი, უნდა წავიდე. ახლა კი ჩემი ქულები. ნიკოლს მე დავუწერ 2-ს, სნეჟანას 3-ს. ინას კი ვუწერ, მგონი 4-ს. კარგი, უნდა წავიდე. ნახვამდის. ახლა მე გეტყვით ჩემს გულებს. ნიკოლს ვუწერ 4-ს, მან ეს ყველაფერი კარგად გააკეთა. ძალიან მომეწონა. ჟენიას დავუწერ 3-ს. ბუდი ამათ ჩვენიულად გააკეთა. მე დავუწერ მას 5-ს. ჩემი შეფასებები: მაშასე ნიკოლს 3-ს უწერ, სნეჟანას 3-ს, ჟენიას 4-ს, ინას 3-ს. ბავშვებო, თქვენი შეფასებები მზად არის, მაგრამ სანამ ყველაზე ცუდს და საუკეთესოს გეტყვით, ეს სასჯელები მაქვს თქვენთვის. აქ წევია სხვადასხვა სასჯელები, რომელსაც ახლა თქვენ დატრიალების შემდეგ აიქჩევთ. ნახოთ, როგორი იქნება პირველი სასჯელი დამარცხებულისთვის. მოდით გავარკვიოთ. ღმერთო ჩემო, რამდენია? ალბალი. კარგი. ახსნა განმარტებას მხოლოდ მას შემდეგ მოგცემთ, რაც დამარცხებულს გაიცნობთ. ასე რომ, გადავიდეთ შეფასებებზე. საუკეთესო ქულა არის 17 და მას ირევს ბოგდანი. კარგი. მეორე ადგილზე კი 2 ადამიანი გვყავს და ესენი არიან ნიკოლი და ინა.
სნეჟას და ჟენიას ასევე ერთნაირი შეფასებები აქვთ. ორივე 13 ქულას ირებენ. კარგი ბავშვებო, ჩვენ ახლა ჯეირანი უნდა ვითამაშოთ. ჯეირანი. ბავშვებო, ალბუბლის სასჯელი შემდეგნაირი არის. გამარჯვებულები მიირთმევენ 4 ადამიანი. ალბუბლებს და კურკებს კი ესვრიან დამარცხებულს. წავიდეთ სასჯელის შესასრულებლად. ისე ეს ჩვენი ალბუბალია, რომელსაც შეჭამენ და ძალიან გემრიელი არის. ჩვენი მონაწილეების მიერ იქნება შეჭმული და მხოლოდ სნეჟა არ შეჭამს. მან სასჯელი უნდა შეასრულოს. გამარჯვებულები მას კურკებს ესვრიან. კარგი, გვაქვს ჭურვები და გვაქვს სამიზნე. პირველად ვარ ამ გამოწვევაზე, მაგრამ მე მზად ვარ მივიღო ეს სასჯელი. ესროლეთ. მოიცა. მიღე. იმედი მაქვს, რომ მზად ხარ შემდეგი ლეთის საყურებლად და ეს იქნება ჰოპი. მოდით გავაკეთოთ ეს. დიახ. რანაირად? კარგი გამოწვევა გქონდეთ. კარგი ნახვამდის. როგორ? ნიკოლ გააკეთე. მიდი გააკეთე. მე ვაპირებ ამ გოლში ჩასვლას და მასთან ერთად ჩავარდნას. ბედი ვიწინასწარ მეტყველე. და ახლა შევამოწმებ მართალია თუ არა. სნეჟა. დედიკო გაჩვენეთ თუ როგორ გააკეთოთ ეს. მიდი ჟენია, შეგიძლია. ჟენია. მაგარი ბიჭებისთვის ეს ადვილია. easy peasy lemon squeezy. თუ როგორ არის? ინა. კარგი. ბავშვებო, რაც მთავარია კომენტარებშიც მიესით ხმა, ვინ მოგწონთ ყველაზე მეტად და ნაკლებად. ჩვენ დავითვლით ყველა ხმას. შემდეგ კი ვნახავთ ვინ აირჩია მაყურებელმა. ბოგდან, ბოდია! ამილეთში მთავარია გოლი არ გავტეხო. მაშინ შედეგი მონაწილე ვეღარ შეძლებს გაკეთებას. გააკეთეს! შეფასებების დროა. მოდი გავაკეთოთ ეს. სნეჟას ვუწერ. მოდი 5-იანს დავუწერ. ბოგდანს 3-ს. ნიკოლი ძალიან მომეწონა. მე ვუწერ მას 5-ს. ძალიან მაგარია. ინას 3-ს უწერ. ბოგდანს 3-ს უწერ. ფიქრობ სნეჟანას და ნიკოს 4 ქულას დაუწერ. ბოდიას კი 3 ქულას ვაძლევ. კარგი, ნიკოს 5-ს დაუწერ. ბოდიას 3 ქულას მივცე. ნახეთ მათ როგორ გააკეთეს ეს? ყველამ კარგად იასპარეზა. ყოველ შემთხვევაში ნიკოლმა ყველაფერი კარგად გააკეთა. 5 ქულა. შემდეგ მეორე არის სნეჟანა. სნეჟანასაც 5 უნდა დაუწერო. ჟენია. ან გამაკვირვა. შვენიერი, ნამდვილი მამაკაცია. ასევე 5. ინა. 3 ქულა დაუწეროთ. შემდეგი სასჯელი და რა თქმა უნდა შემდეგი არჩევანი თქვენზეა. ახლა უნდა დაატრიალოთ. კარგი, დავატრიალოთ. სულ მეშინია ამის ყურების. ჭუჭყიანი ცხვირი. და მე მზად ვარ გამოვაცხადო შეფასებები. ასე რომ პირველი ადგილი და საუკეთესო შემსრულებლები. მათ კარგად იასპარეზეს. 2 ადამიანი ვყავს. ფიქრობ თქვენ მიხვდით. ესენი ნიკოლი და სნეჟა არიან. კარგი. მეორე ადგილზე ჟენია. და მესამე ადგილზე ყავს ინა. და ჭუჭყიანი ცხვირი ექნება ბოგდანს. მოდით წავიდეთ სასჯელის შესასრულებლად. გავიქეცით. ახლა ჩვენ დავდემთ აქ რაღაცას, რაც ბოდიამ კბილებით უნდა ამოიღოს. კარგი, ბოდია, რაღაც არის ამ თასში, რაც კბილებით უნდა ამოიღო. კარგი, გააკეთე. მიდი. რა? მიდი. მე მზად ვარ გაჩვენოთ შემდეგი ილეთი და ის იქნება არბალეტებით. რა? ერთი ხელით შემოbrunდეთ? როგორ უნდა გავაკეთოთ? არ შემიძლია. კარგი, მოდი ვცადოთ. ნიკო. მართალი რომ გითხრათ, ტანვარჯიში იმდენი ხანია არ გამიკეთებია, რომ ხის გორად ვარ ქცეული. შეიძლება ჩიტების სახლებადაც გამომიყენონ, მაგრამ მე მზად ვარ რომ ვცადო. სნეჟა. ძალიან მომინატრა ასეთი გამოწვევები. ძალიან მიხარია რომ ასეთ გამოწვევას გქნით.
ჟენია. ჩემში ჩემპიონი მყავს, ასე რომ შემიძლია ამის გაკეთება. მოდით წავიდეთ. Yes! ინა გააკეთე. ინა. თუ ამ მილეთის შემდეგ რაღაც არ გავაფუჭე, ან არაფერი არ დავამტრიე, ან გავანადგურე, ამას ძალიან დიდ გამარჯვებად ჩავთვლი. ინა. Yes! გააკეთეს. მიდი ბოდია, მიდი. ყველაფერი მარტივია. მოვედი ვნახე გავიმარჯვე. ზუსტად ისე როგორც გოგოებთან. მოიცადე, სხვა რომელ გოგოზე ლაპარაკობ თუ ლედი დიანა მოგწონს? კარგი. ასე რომ მე მზად ვარ შევაფასო. მოდი დავიწყოთ. ფიქრობ საუკეთესო კონკურსანტი სხვებს შორის რა თქმა უნდა სნეჟა იყო. და მე მას უწევ 5 ქულას. ყველაზე ცუდი ბოგდანი იყო. მისი გამოსვლა ხომ ნახეთ, ის ძალიან ცუდი იყო. მას არაფერი არ გამოუვიდა. ორს უწერ და მორჩა. ასე გამოვიდა. ბოდიში. ნიკოლი საუკეთესო იყო. 5 ქულა მისია. ჟენია მას კარგად გააკეთა. მაგრამ მე მაინც 4-ს დავუწერ. ყველაზე დაბალი ქულა აქვს ბოგდანს. ტანვარჯიშის სირცხვილია. მე მას დავუწერ 3-ს. მე ვფიქრობ, რომ საუკეთესო მონაწილე ვარ. ისე მათ შორის ნორმალური ვარ. 5-ს უწერ ნიკოლს, ისევე როგორც სნეჟანას. რაღაც გამოთვლებს ვაკეთებ და ყველაზე დაბალი ქულა არ უნდა ავიღო. იმიტომ რომ მე ნამდვილად არ მინდა სასჯელის გაკეთება, ასე რომ ბოგდანს 2 ეყოლება. ხო, საუკეთესო მონაწილე ნიკოლია. ილეთის დროს მხოლოდ ნიკოლს არ ჰქონდა მოხრილი ხელები, ასე რომ მას უწერ 5-ს. ისე ბოდიას ყველაზე დაბალ ქულას უწერ. ის ჩემი კონკურენტია. მინდა რომ მოვუგო, ასე რომ მე მას ახლა დავუწერ 3-ს. საუკეთესო მონაწილე ნიკოლი იყო. უბრალოდ არ მინდა ჟენიას მოვუგო. მისი ქულა 5-ია. ჟენიას კი 3 ქულას დაუწერ. სნეჟანას აქვს 4 ქულა. ინა არ არის ტანმოვარჯიშე, მაგრამ ძალიან ცდილობს, ასე რომ 3 ქულა. ჩვენი ქულები მზადა, მაგრამ დავალებო ჯერ არა. ამიტომ ავირჩიოთ შემდეგი. ასე რომ წვრილმანი. რა უნდა იყოს ეს? ხო და პირველი ადგილი და 20 ქულა აქვს ნიკოლს. მეორე ადგილი, რომელიც ნიკოლისგან არც თუ ისე შორს არის, სნეჟა, რომელიც 18 ქულას იღებს. 13 ქულა და მესამე ადგილი ჩვენ გყავს ჟენია. Yes! კარგი, ბოლოს წინა ადგილი და 12 ქულა ინა. და ბოლოს შეჯიბში ყველაზე ცუდი ბოდია იყო. 10 ქულა. კარგი, მაგრამ რადგან ჩვენი სასჯელი წვრილმანი აღმოჩნდა, ბოლო ადგილას გასული შეასრულებს მათ. სასჯელის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ორივემ უნდა ითამაშოთ ჯეირანი და ყოველს აგებაზე თითოეული თქვენგანი თავს დებს ქვილში. თოვლის კაცი ხარ. Jingle bells, jingle bells, jingle all the way. ეს ძალიან მაგარია. არასდროს ყოფილვარ ბედნიერი ასე გამარჯვებით. მე მზად ვარ გაჩვენოთ შემდეგი ილეთი. ეს ძალიან მაგარი იქნება. ეს იქნება ჩემი აზრით ყველაზე ლამაზი მხატვრული ტანვარჯიშის ნივთით და ეს არის ლენტი. მოდით გავაკეთოთ ეს. მოდით გავაკეთოთ. მან გადაიტარა იგი საკუთარ თავზე. როგორ გააკეთა მან ეს? ძალიან საინტერესოა, მაგრამ არაფერია გასაგები. მან როგორღაც გააკეთა ეს? ხო, ნიკოლი პირველია. ნიკოლ. სხვების შესახებ არ ვიცი, მაგრამ საკუთარ თავში ეჭვის საერთოდ ამეპარება. უბრალოდ ვიცი, რომ გამარჯვება ჩემი იქნება. როგორც ხედავთ, ტანვარჯიშის გამოწვევებისთვის დავიბადე. ეს არის ჩემი სტიქია. თავარია არაფერი გავტეხო. ჟენია. ნამდვილ ფერიას ვგავარ. ინა. წარმატებები. ბავშვებო, მე დავირწმუნდი, რომ ტანვარჯიში ჩემთვის ძალიან რთული არის, მაგრამ ეს ისეთი ლამაზი ნივთია. ყოველ შემთხვევაში, ილეთი ძალიან ლამაზი იქნება. კარგი, იმედი მაქვს გამომივა. მიდი, ინა, შეგიძლია. ნომერ პირველი.
ამას გეტყვით. ტანვარჯიშის გამოწვევებში დამარცხებული არ არის ის, ვინც ცუდად აკეთებს ილეთს, არამედ ის, ვინც ძალიან მოდუნდება და აფუჭებს ჰაერს. და ეს გულწრფელად რომ ვთქვათ, ჩემი ყველაზე დიდი შიშია. ვუჰუ! კარგი, დროა დავწეროთ ქულები. ახლა მე გეტყვით, ვინ არის ჩემი აზრით ყველაზე ცუდი და საუკეთესო. ასე რომ საუკეთესოთი დავიწყებ. ვინ შეიძლება იყოს? ბავშვებო, ვინ შეიძლება იყოს? ვინ არის? სნეჟა. მას 5 ქულა აქვს. პირველივე წლიდან იდეალური იყო. დეიბის გარეშე და ბოგდანი. მოდი დავუწეროთ. ბოდია მე საუკეთესო გააკეთა. ისე მართლაც საუკეთესო იყო. მე მას 5 ქულას ვაძლევ. ჟენიას კი მე დავუწერ 4-იანს. საუკეთესო მონაწილე ნამდვილად არ არის, მაგრამ ყველაფერში ნიკოლი და სნეჟანა საუკეთესო გაკეთებდნენ. მე მათ 5 ქულას დაუწერ. ინას დაუწერ 3-ს და ბოდიას ასევე დაუწერ 3-ს. ჩემი აზრით, სნეჟანა საუკეთესო იყო. მე მას 5 ქულას მივცემ, მაგრამ ბოდია მე მას მისი ძალისხმევისთვის 4-ს დაუწერ. ის ძალიან ცდილობდა. ამ რაუნდში მოულოდნელად მე საუკეთესო ქულას უწერ ინას. მე უწერ 5 ქულას. მე მინდა იგი წავახალისო, თან ვიდეო მთავრდება. ის ნახავს რა ქულა დაუწერე მას და ჩვენ პაემაზე წავალთ. ყველაზე ცუდად კი მათ შორის ჟენია მიასპარეზა. არაუშავდა, მაგრამ მაინც 3 ქულა. შეფასების შემდეგ ტრადიციისამებრ გვაქვს სასჯელი. დარჩა 2 სასჯელი. აბა აირჩიეთ. მე. წყლის ბალანსი. წყლის ბალანსი. ასე რომ, თქვენი ქულები პირველ რიგში ძალიან გასაკვირია, რომ ჩვენ 2 ადამიანი ყავს პირველ ადგილზე. ესენი არიან სნეჟა და ნიკოლი. მათ აქვთ 20 ქულა. და შემდეგი ადგილი. მეორე ადგილზე აბსოლუტურად გასაკვირად ინა გვყავს. მას აქვს 17 ქულა. მესამე ადგილი და 15 ქულა აქვს ბოგდანს. და 14 ქულა და სასჯელი წყლის ბალანსით მიიღო ჟენია. ასე რომ სასჯელის არსი მოკლედ დამარცხებულმა ჟენიამ თავზე უნდა დაიდოს სითხით სავსე რაღაც და შემდეგ ამ სითხით უნდა გაიაროს 10 მეტრი და თუ რაიმე არასწორად წავიდა ის ჩამოვარდება და ჟენიას მთლიანად გადაეღვრება. მას წავიდეთ სასჯელის შესასრულებლად. ჟენია, რასაც თავზე დაგადებენ, ვერ გაუძლებ. ვიცი ეგ, ამიტომ ძალიან გაგიჭირდება მისი გაძლება. შენ მას დიდი ალბათობით აუცილებლად ჩამოაგდებ. ვერ გაუძლებ. იცი რა არის? ეს ტომატის წვენია. Yes! აბა ჟენია, მზად ხარ ეპიკური ცურვისთვის? მიდი. კარგი ბავშვებო, მოდით ნახოთ ბოლო ილეთი. Yes! რა? მე უნდა წავიდე. კარგი გამოწვევა გქონდეთ. ეს საერთოდ რა ჯანდაბაა? ნიკო. ასე რომ როცა რიტმულ ტანვარჯიშს ვაკეთებდი, ლახტაობა ჩემი საყვარელი ილეთი იყო. ისე ყოველ შემთხვევაში შესაძლოა ეს ყველაზე მარტივი რაღაცაა. ახლა ჩემთვის ადვილი იქნება, მაგრამ ეს გარანტირებული არ არის. მოდით შევამოწმოთ ახლავე. სნეჟა. მე მზად ვარ. თავარია თმაზე არ დავაბიჯო, რომ თვის ღერი არ მომეგლიჯოს. ეს იქნება ყველაზე მკინეული რამე. ჟენია. როცა ნიკოლი გიმნასტიკით იყო დაკავებული, ლახტი ჩემი ყველაზე საყვარელი ნივთი იყო, რადგან ნიკოლი მის გამო სულეთ ცემოდა. აბა წავედით. ინა. ეს უკვე ბოლო ილეთია. მე ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ. მე უკვე გავიმარჯვე ჩემთვის. ეს კარგია, მაგრამ ეს ბოლო ილეთიც უნდა ვცადო. მიუხედავად იმისა, რომ ალბათ არ გამომივა. ბოდია გააკეთე. ბოდია მიდი გააკეთე. ბურთის ილეთი, ლენტის ილეთი, არბალეტის ილეთი. კარგად გავაკეთე. არაფერი გამიტეხია და არაფერი მომიტეხია. ასე რომ მე მივდივარ წარმატებისკენ. ყოველ ჯერზე უკეთ და უკეთ ვაკეთებ. ეს ძალიან საშიში იყო. დავწეროთ შეფასებები.
საუკეთესო რა თქმა უნდა სნეჟა იყო. ყველაზე ცუდი კი ბოგდანი. ასე რომ ახლა ქულები. სნეჟამ რა თქმა უნდა 5 მიიღო და ბოგდანმა მე მას დავუწერ ალბათ 2-ს. ნიკოლი საუკეთესო იყო. ძალიან მომეწონა. მას 5 ქულას ვაძლევ. ყველაზე ცუდი ალბათ გოდია იყო. მან ილეთი ძალიან ცუდად გააკეთა, საერთოდ არ გამოუვიდა. ამიტომ მე უწევს 3-ს. ამ კონკურსში საუკეთესო იყო ბოგდანი. მე მას 5 ქულას მივცემ, იმიტომ რომ ის ჩემი ძმა. ნიკოლს დაუწერ 2 ქულას. ვინ იყო საუკეთესო ამ ტურში? ფიქრობ სნეჟა გახდა საუკეთესო. მან ეს უბრალოდ მშვენივრად გააკეთა. ძალიან ლამაზი იყო. მე მას დაუწერ 5 ქულას. გოდია, შენ ყველაზე უარესი იყავი. 3-ს გიწერ. მორჩა. ასე რომ ამ კონკურსში საუკეთესო იყო სნეჟანა. მე მას 5 ქულას ვაძლევ. მეორე ადგილზეა ნიკოლი. მე მას 4 ქულას ვუწერ. ჟენიას კი 2 ქულას ვუწერ. ნამდვილად არ იყო ეგეთი ცუდი. მეც ვიცი რომ სწორად არ მოვიქეცი. ჟენიასთვის უფრო მაღალი ქულის დაწერაც შეიძლებოდა. კარგი, ბავშვებო, ბოლოს სასჯელს ავირჩევ, რადგან უკვე მხოლოდ ერთია. ამას ვქვია მზრუნველი დედა. ჩვენ ვაპირებთ გავარკვიოთ ვინ გააკეთებს ამას. ამას ჩვენ ახლავე გავიგებთ. პირველი ადგილი და საუკეთესო ამილეთში არის სნეჟანა. 19 ქულა. მეორე ადგილზე გვყავს 2 მონაწილე 16 ქულით. ესენი არიან ინა და ნიკოლი. ბოლო ადგილი და 13 ქულა აქვთ 2 მეგობარს, ბოგდანს და ჟენიას. ახლა თქვენ გადაწყვეტთ თუ ვის ექნება სასჯელი მზრუნველი დედა. გოდია, ნებამომესი გავაკეთო. კარგი, მიდი. ჟენია შეასრულებს ამ დავალებას. ჟენია ალბათ კარგად ვერ გაიგე რა ხდებოდა აქ. ეს საკმაოდ მკაცრი სასჯელია. ამიტომ აგიხსნი, ჩვენი მზრუნველი დედა იქნება სნეჟანა, რადგან მან მოიგო ეს კონკურსი. და სწორედ ამიტომაც ის, როგორც დედები უკეთებენ თოთოდ ბავშვებს, დაღეჭავს ორცხობილებს და შენ ამორცხობილებს. შეჭამ ამორცხობილებს. მოდი ვნახოთ სასჯელი. დაღეჭე, 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 დაღეჭე. მიდი ჟენია, ჭამე, ჭამე, ჭამე. არც კი შემიძლია აღწერო თუ რამდენად საზიზღრობა იყო ეს. მოვიდა დრო რომ გამოვასხადოთ აბსოლუტური გამარჯვებული და აბსოლუტური დამარცხებული ამ ჩელენჯში. პირველ ადგილზე ჩვენ მყავ 2 ადამიანი 89 ქულა, ნიკოლი და სნეჟანა. მეორე ადგილი და 72 ქულა, ინა. 70 ქულა და მესამე ადგილი, ჟენია. და ყველაზე ცუდი არა ცხოვრებაში, არამედ დღევანდელ გამოწვევაში არის ბოგდანი. მას 67 ქულა აქვს. 3, 2, 1, 0 თქვენ მისტიკური სახზე ხართ. მანდროს მოუყურეთ ამ ვიდეოს ბოლომდე და დაგავიწყდეთ და ლაიქება. და ჩვენ უნდა წავიდეთ. კარგად.